მიჩნეულია მსოფლიოში უცხო სხეულის სრული ობსტრუქციის დროს გადარჩენის ერთადერთ მეთოდად სენდვიჩის მანევრი. სენდვიჩის მანევრი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვს მოითავსებთ ხელზე, სასუნთ გზებს გავხსნით, 30 გრადუსიანი კუთხის დახრას გააკეთებთ, 5 ზეწოლას ბეჭებს შორის შემაერთებელ ხაზზე მოვახდენთ, აფიქსირებთ თავს, რადგან ჩვილს თავის დაფიქსირება არ შეუძლია, 5 ზეწოლას აკეთებთ კერდის ძვლის დრილების შემაერთებელი ხაზის გასწვრი, თუ არა, იგივენაირად იმეორებთ მანამ სანამ უცხო სხეულს არ ამოაგდებს. ეს მშობელთა სკოლაა, სადაც მომავალი დედები და მამები ბავშვთა გადაუდებელი დახმარების კურსს გადიან. მარიამ სოსელია, რომელმაც მშობელთა სკოლაში მისვლა გადაწყვიტა, ამბობს, რომ ოჯახისგან, მეგობრებისგან და ინტერნეტიდან ორსულობაზე ბევრი ინფორმაცია მიიღო. თუმცა მას ამ ინფორმაციის პროფესიონალებთან გადამოწმება სურდა. მე გადავწყვიტე ჩაჩავას მშობელთა სკოლაში სიარული, რადგან პროფესიონალებისგან მიმეღო ინფორმაცია მოკლედ, ლაკონურად, რა კითხვებიც მქონდა, იმაზე პასუხი მქონოდა დაზუსტებით და არ მეძებნა ინტერნეტში და არ მეკითხა მეგობრებისთვის და ესე ყურმოყვრით არ მოსარგებლა ინფორმაციით. და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რაღაცნაირად უფრო შევემზადე ყველაფრისთვის. ანუ იქნება ეს მშობიარობა, შემდეგ მოვლის პერიოდი, ანუ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თითქოს შეიძლება შევიდან მარტივად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად უფრო დაალაგდა გონებაში და უფრო მზად ვარ ყველაფრისთვის. გასულ წლებთან შედარებით მშობელთა სკოლაში დედებთან ერთად უფრო ხშირად დადიან მამებიც. მაია კორკიტი ამბობს, რომ სკოლაში მისვლა მისი იდეა იყო, რაცაც მისი მეუღლე მიხეილ აბესაძე მაშინვე დათანხმდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმეა ჩემ ცხოვრებაში, რაც იქნება და შესაბამისად მინდოდა, რომ ძალიან ინფორმირებული ყოფილიყავი, რა მელოდება, როგორ აუზარდოთ, მოუაროთ ამბავს. რაც შეეხება სხვა კურსებს, რომელიც ამ სკოლაში გავიარეთ, ყველა იყო ძალიან ინფორმატიული და მოლოდინი ზოგადად ქონდა ხოლმე, რომ გაგრძელდება 1 საათი, საათი და რაღაცა, როგორც წესი გრძელდება 2 საათი ნახევარი ხოლმე ეს კურსი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციაც მოდის, ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და შესაბამისად დიდხანს გრძელდება ხოლმე. ხო არ დამატებდი რამეს? მე მშობელთა სკოლის წყალობით უფრო მშვიდად ვარ. რაღაცა უფრო მეტი შიში მქონდა, ბავშვენ მოლოდინების სხვანაირი მქონდა და ეხლა უფრო ჩამოყალიბებული და მშვიდი ვარ და უფრო მეტად გათვითცნობიერებული. ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი ნონა შვანგირაძე ტრენინგზე ისეთი გადაუდებელი შემთხვევების მართვაზე საუბრობს, როგორიცაა უცხო სხეულის გადაყლოპა და გადაცდენა, ცხელება და ცხელებით გამოწვეული კრუნჩხვის მართვა, ალერგიული შეტევები და სხვა. ის განმარტავს, რომ უცხო სხეულის გადაყლაპვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ თუ რა გადაყლაპა ბავშვმა. უცხო სხეულების დიდი ნაწილი კუჭ-ნაწლავს უპრობლემოდ გაივლის და განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს. თუმცა თუ ბავშვმა ისეთი სახიფათო სხეული გადაყლაპა, როგორიცაა ელემენტი, მაგნიტი ან ბასრი საგანი, მაშინ ეს შესაბამის სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ნანო შვანგირაძე ამბობს, რომ სიტუაციის სწორი მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ბავშვს უცხო სხეული გადასცდა და ის სასუნთქი გზების დახშობის საფრთხეს ქმნის. ობსტრუქცია შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქცია. ნაწილობრივი ობსტრუქციის დროს ჩვენ დაზარალებულ საშუალებას ვაძლევთ თვითონ ამოაგდოს უცხო სხეული, რომელიც საკმაოდ ხშირად კარგად სრულდება, მაგრამ თუ უცხო სხეული, ნებისმიერი ტიპის უცხო სხეული ახდენს სასუნთქი გზების სრულ ობსტრუქციას, ჩვენ მშობლებს შევასწავლით კონკრეტულ მანევრებს, მაგალითად სენდვიჩის მანევრს, ჰეიმლიხის მანევრს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავეხმაროთ დაზარალებულს უცხო სხეულის ამოგდებაში. ხშირად კრიტიკული სიტუაციები ასოცირდება დაბნეულობასთან, როდესაც არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, არაადეკვატურად ვიქცევთ. როდესაც გავივლით გადაუდებელი დახმარების ტრენინგებს და ვფლობთ ინფორმაციას, სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციებში როგორ მოვიქცეთ, ეს გვეხმარება, რომ თავი ხელში ავიყვანოთ და თავდაჯერებულად და ეფექტურად ვიმოქმედოთ. ამიტომ ახალბურბე და მშობლები გარკვეულ შიშით არიან შეპყრობილები, რომ ბავშვებს დაეხმარონ საჭიროების შემთხვევაში. ამიტომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ და რაც უფრო კარგად ერკვევიან, სხვადასხვა სიტუაციების დროს როგორ მოიქცნენ, როდის მიმართონ კლინიკას, როდის გამოიძახონ სასწრაფო, რა თქმა უნდა, ეს მათ თავდაჯერებულობას მატებს. მშობელთა სკოლაში ამბობენ, რომ სკოლის დაარსების მთავარი მიზანი მშობლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და მათი თავდაჯერებულობის მომატება იყო. მშობელთა სკოლაში მომავალ დედებსა და მამებს ლექციებს მეან გინეკოლოგები, ანესთეზიოლოგები, ფსიქოლოგები, პედიატრები უტარებენ.
მშობელთა სკოლა ჩაჩავას კლინიკაში უკვე 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს და მისი ძირითადი მიზანი და არსი არის, რომ მომავალ მშობლებს, ახალბედა მშობლებს მივცეთ ის თეორიული ცოდნა, რომელიც მათ ძალიან დაეხმარებათ შემდგომში ამ ცხოვრების ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლისას, გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რასაც მშობლობა ქვია, რასაც ახალშობილის გაზრდა ქვია. მშობელთა სკოლაში ამბობენ, რომ ის მშობლები, რომლებსაც მოსამზადებელი კურსები გავლილი აქვთ, მშობიარობას და ორსულობის შემდეგ ეტაპს სხვანაირად მომზადებული ხვდებიან. მათი თქმით, საქართველოში ტენდენცია უკეთესობისკენ იცვლება. ბავშვის მოვლა და აღზრდა მხოლოდ დედის ფუნქციად აღარ მიიჩნევა და ამ პროცესში მამებიც აქტიურად მონაწილეობენ. რაც დადებითად აისახება როგორც წყვილის ურთიერთობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე, ისე შვილის განვითარებაზე.